ძუძუ, მოდი რა დროზე ჩავწეროთ ეს რეკლამայի და წავიდეთ და იქაც მოვძებნოთ რა. უსიკვდილოთ, იქ იქნება ის განცი, ხო ვიცი რა. ეგრე ამბობდი მადგიძეთა, მაგრამ არ დაგხვდა და ხო ნახე რა. ო, რა ვიცი რა, არა და ბიჭო უეჭველი მახსოვს კაცო. იმ რუკაში ყველა ხაზი ზეპირად მახსოვს. ხო თბილისშია. უეჭველი, იქ იქნება ის წერტილი რა. ხო, კარგი, მიდი მოიმზადე და დავიწყოთ მალე რა. მიდი აბა ჩართე. ჩართე. ქიშო. ო! მეზობელმა წყალი ჩამოგიშვა. ой, მე მაგის კარგი არ შეიგინო. დააზღვიე უძრავი ქონება სადაზღვეო კომპანია ალფაში და შეინარჩუნე კარგი მეზობლობა. კარგი იყო. კარგი იყო ესა ძალიან კარგი იყო. მეორეც ხო არ გადაგვეყობარება. მოდი ბარგა. მაის. მოდი ბარგა მეორეც გადავიღოთ. ჰეი, ჰო, აი ამათა მანქანები თუ არ აყავთ დაზღვეულია რა, მაგრათ აქ დარხეული რა. ამიტომ არიდეთ თავი უსიამოვნებასა და დააზღვიეთ ავტომობილები ალფაში. თუ მალექენით ორი გადმოვიდნენ მანქანიდან და დაგეხა. წამო გავიქცეთ რა. წავიდეთ რა. აჩერე ბიჭო ეკხელები თავი მეტკინ არ შემიძლია მდენი. აგინა დრო გამყავს მელოდენი ბიჭო. მომისმე მეტი წამ. ანიმ რომ მომატყუა რო ორსულად ვარ. და მართლა რომ ვიღაცა ყოლოდა რა და შე რო გაგება. მან გწოდნოდა. რა სიზამი მეტყოდი? ვინა ყოლოდა ბიჭო. აი რავი აი შეყვარებულის პონში ვინმე. არ ეყოლებოდა. ჩვენი ცოლები არ იკადრებენ მაგასა. თქვათ და რა ვთქვათ ბიჭო, რატო უნდა ვთქვათ? ბიჭო სახლში რა ვახართ ესე ზოგადად? კარგად, მადლობა. ევა როგორა? რამე ხო არა ახალი მისკენ? ახალი რა უნდა იყოს ბიჭო? ხო რავი არაფერი. რამე ხო არ უთქვამს. რა უნდა იყოს? რავი შეჩემა ახალი ნამშობიარებია და მაგ პონჩი კითხე რა. ისი არ გინდა შვებულება რო აიღო და რამდენიმე დღით რო ოჯახთან ერთად გახვიდე სადმე? მენე საქმეს ვინ გამიკეთებს ბიჭო? მე შეჩემა მე მივხედავ ყველაფერს. რატო ვარც მაკაცები? მოკიდე ოჯახს ხელი ცოლს, შვილს, ბავშვი გაასეირნეთ, რაღაცა გადით დაისვენეთ, რაღაცა ქენი შეჩემა. რა გინა ბიჭო შენ? არაფერი ბიჭო რა უნდა მინდოდეს, მინდა რომ ოჯახთან მეტი დრო გაატარო რა ხო ხვდები? აი ასე იყო შესავით ჩემი მეზობელი რა. და ერთხელ სახლში რომ მივიდა თავისი ცოლი რა უთხრა ცოლმა? არაფერი ცოლმა უთხრა რომ მეტი დრო გაატარე ჩვენთანო ოჯახთანო რა. ხო, დავფიქრდები მაგაზე, კაცო, დავფიქრდები. ეკი არა ბიჭო. აი ეს გოგო რომ მომეწონა ხო იცი სტომატოლოგი? ეგ ვისი დაყოფილა იცი? ვისი და აი ეს აი შეკვეთა არის. გამზადდა. დროს გამზადდა და ეს შეკვეთა გიგეთი. და ვეთქვი გაგიჟდება ბიჭო. რანაირად არ უთხრა. მიდი შთანთქე შენებურათა. და რას გეუბნებოდი ბიჭო იმ გოგოზე? იმ გოგოზე? სტომატოლოგზე. აუ მოიცა ბიჭო წიწაკა სულ დამავიწყდა. ხო ახისი რომ საერთოდ არაფერი არ მოთხრა ეხლა. არ გინდა ნახე.
აი რა მაგარია. არ მინდა ეგ წიწაკა და მომისმინე ერთი წამი. აი ეს გოგო სტომატოლოგი ვინც მომეწონა მოიცა ერთი წამი, არ გაცდიან ლაპარაკს. ალო. ხო. რა სამო? ხო, აი გამოდივარ ეხლავე. მიდი უცბად ჩემჭამოთ და საქმე მაქვს, უნდა გავიცე. კურიერია შედეიდა. კურიერი? პასილკარად უბრალოდ ხელში. დაუდევარი კურიერია. რატომ ატყუებ ადამიანს? სადღაც კურიერი. რა გინდა შვილო, რას დადიხარ ხის ეზოში გადამხტარნინ დაურივითა? ვინ ახარ ხმა მოიღე, რა გინდა კაცო? ბანკიდან არის მოსული. ტახის სამსახურის კრედიტთან დაკავშირებით. მე დაურეკავ ტახისა, ისიც კიდე რა ეხლა გავარდა, კაცო, თუ კაცს ცელოდებოდა. ვარაც შედეიდა ტახის არ დაურეკავთ. რათა? გზაზე რომ გადადიოდეს და დაიბნეს. მოიხედი აბა, რომელი ბანკიდან ახარ? არა ვარ ბანკიდან. შენ შვილო, ბებია ქალს ხო არა ერი, რა არეულად ალაპარაკო. რაი, ზუსტად მაგ საკითხზე ვარ მოსული. გისმენ აბა? მე ბეჟანი ვარ. ტახის ძმა. ძენაწყენია ადგიგასი. რა არა? აბა რანაირათა? მე ქიშოშვილი ვარ, ტახის ძმა. ქიშოშვილი თუ ხო არ ტახის ძმა რანაირად ახლა? რამაცინეს. მიდი ევაშვილო, ის გაურიე წყალში ისამე გარციც არა დამალებინე, ცოტა გული მაგცუდათ არა. რა თქვი ბიჭო? გავიგე მამა ჩემი ცოცხალია. მივიკულე, მოვიკულე და მოგაკულიეთ. მოგარაო? კვლიეთ. მე რა უფულო და გაუბედურებული თვალებით იყურება ეს აკარგს რამის ისას. დამშვიდი გთხოვარი ნერვიულო რა. რა დამაშვიდებს ხალო, დავქრივდი ხალი. რა? მაიმასაც ცოცხალს დავტოვებ ხლა, ჰა? რისა? ქიშოციასა? იმ ტიპს რა უნდა რაღაც ცუდად მოძრაობს. ეგ ორი დღის წინას დაბოდიალობდა. გავაჩერე, მაგრამ არაფერი. ეგენი უეჭველი გაიჩითებიან. ფაღავა ეძახდას უკან დათხრილია ტერიტორიები. ან რას ეწევიან ამდენს. რა ვიცი. კაკრას ფაღავა მააგდო იმ დღეს. ტაქსით მოვიდნენ გოგოები და ტაქსით მოვიდნენ, ფაქტია აიღეს და სანამ ჩასხდებოდნენ მაშინა იყვანეს ჩვენებთან რა. დუდუ, აა, აი ეს ადგილი უნდა იყოს წესით, აი ეს, აი. დაიწყება 9 იმედიებო. შენ რაღაც ამ ბოლდურსა ძალიან გაზარმაცდი, ხო იცი? განძის რუკაი მე რო წავარ თუ ზერელესა, ხო არ დაგავიწყდა შენა. არა, ეგ ხო არა, მაგრამ ისიც ხო გახსოვთ რომ შენვე დაკარგე ის რუკაი. შენა ისე იცები რომ არ გავთხრი ამასა მე. ზოგადადთა ამ წუთის ოფერშია ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს. შენა შექმნილი ხარ შრომისთვისა. მე კიდე ფუფუნებისთვისა. მოდი რა, ნუ დავარღვევთ ამ დიდებულ სქემასა რა. ო და აი მაგ ფუფუნებაში რომ გადაგცხება იმ ლაპატკასა თავში მე რენახავ შენ დღესა. კარგი რა იყო ბიჭო, ერთხელ და ორჯერ ხوار დავდგომი ვარ გვერდში რა. ნეტა როდის ერთხელ დამიდექი. მამა ჩემი საფლავი რომ მათხრვინე. გონია დამავიწდა. რომ მითხარი შენ გათხარი და მე ვიტირებო. არა, ეგ ხო მოდი რამდენ ლაპარაკი აღარ უნდა რა. აქამდე გათხრილი გეკრებოდა უკვე რა. არ გავთხრი, იმიტომ რომ ჩაგრავ. სად არის ჩაგორები ბიჭო? ფაქტია. ბიჭო, კიდევ თქვენ ახართ. სად არის ფაქტი აბა? აი ფაქტია რა. სად აბა? ამ ხელა ხალხი ხართ, რას იქექებით, რას ეძებთ? არაფერს აი ჩვენა ვართ გეოლოგები და წითელმიწა ნიადაგის პროცენტულ შემადგენლობას ვიკვლევთ და აი ამ რაიონში რა. ჯიგარო, ის არის. დედა აქ ნატირები ნიადაგს ანახე რა. ეხლა რომ გადაგიყვათ განყოფილებაში, იქ დადეთ ეგ დასკვნა რა.
მოიცა რა, არ დაგვიჭირო რა. აქა ისა რუკის მიხედვით ვართ მოსულები რა. ყველა რუკის მიხედვით მოდის აქ არა. ნახე რა დღეში არის, შეხედავ სათნო მოხუცები გეგონებათ. არა და შემერტყილები, თუ მოგიდე ხელ ჯანგე შემოთავაზება. რა? აი ხლა არ დაგვიჭიროთ. ხო უნდა გავთხაროთ, რომ რაც ამოვა, ნახევარს გიწილოთ. წავას თავაზობენ. წაიყვანე, კაცო. არ დამარტყათ, კაცო, ავატყოფი ბიჭი ვარ, კაცო. აიყვანები. მოიცა ბიჭო, ნელა. ბატონო, გამოძიებელო, ყველაფერს მოგიყვები თავიდან რა. ჩვენ ადრესა ქონდა პოლიციასთან პრობლემა რა. მე წავიყვანეს დაკითხვაზე. მე ბიჭო ადგა ეს ისედაც რა ქვია ეს ნაბოზარი ეს აი გამოძიებელი და ორივე შეყვარა ციხეში. რა არის? მოთა ბიჭო, ჩუმათა. ეს არის ისა ბიჭო. ეს არის. ისა მე მოგიყვებით, ჩემო ტკბილო და საღათ მოაზრონე ადამიანო რა. ჩვენა ციხეში გავიცანით ზერელეი. რა ზერელეი, კაჩები დუდუ, კაჩუმა იგოაკეთი, კაჩუმა. რა გამიტრაკა ის საქმე რა, მათთან ამშოვნე რა, გამოძიებასთან რა. ბიჭო, ვითარ ამშოვნე, მაგრამ ზერელი არ ახსენო, თორე დავაჭერინებ შენ თავსა. როდი საქეთიაში შენ გახდი ზერელეს დამცველი, ა? 15 წელი რო აქიდე იზეიდან აი მკაცსა. შენა გაჩერდი თორე მოყვები იმასა, ჩუმად რო შემოგონდა სიგარეტი ერნეთიდანა. შენა ქლიავზე ნაყენი ხარ, ჰა? მითხარი ერთი რა. ვის უნდა რა უნდა უთხრა ბიჭო შენა. 6 წელი სახში რო ბეჭდამდი ყაზახურტენგესა, გასწორს. იუღური ამასა. შენა ბაბროკავს რო კიდე ბიბლიოთეკაში, გასწორს. კარგ აყიდულობდი შენა. რა ხდება ბაბა? რა საქმეზე არიან? ნარკოტიკები. ესე ნიგას. ო. არაფერს ხანე გადავჭი, ა? ნამუსი სულ დაკარგეთ არა? კაცი შემოგხედავ ჭკუას და გეკითხება თქვენ კიდევ. როგორ იქცევ? უკანასკნელი იყოს გაფრთხილებთ იცოდე. მგზავრით. შენი ჯერიმე. თუ ჩემი ოდნავი ხათრი გაგავში რა, დავიტან ჯემოთი საწოდაობით ბიჭო გავში რა. მომეცი ეგ საბუთები. კაცო, ვინ ჯანდაბა ხარ შენ საერთოდ? მე მეკითხები. ო, შენა. ერთი სამართლის მაძიებელი კაცი ვარ. ადამიანთა ჩაგვრის ქერისგან დაუძლურებულმა და დაბეჭავებულმა ვიფიქრე აქ მაინც ვიპოვით ის სამართალს, მაგრამ ვერაფერს მივახცე. აი 6 წლის. მოიცა შენი ჯერიმე. აღარ გააგრძელო რა. გაეთრი აქედან. ჯო ვინ შემოათრია ეს აქა კაცო? ვინ არის საიდან მოვიდა კაცო? თქმით კაცო, იქნება რა წუხებთ ამ კაცს რა. ხალხი არ ხართ კაცო. მოაყოლეთ რა არის. მე ეს რა არის? რა ხდება აქ? არ ვიცი, რომ მოვედით ესე ანგრეული დაგხვდა ყველაფერი. ვინ გააკეთა? ეს რა არის? აი ხო ხედავ. ჯერ არ დამიტოვებია შენთვის მისახედად და უკვე ვიღაცები იყვნენ შემოსული და რაღაცების წაღება უნდათ, ძარცველები. მე რა შუაში ვარ, ბიჭო. აბა ვინ არის შუაში? შენ არ მეუბნებოდი დაისვენე წარიშვებულება აიღეო? ხო ხედავ არ ყოფილა ეს ადვილი საქმე. ამ სკამს კიდე რომ ხედავ რომ დაგდია და ბლა აიღე გასწონე რა შეკაი ადამიანი. დარაჯი სად იყო? ეძინა. წადი დაუძახე მიდი. ჩქარა. მე ხო ვიცი რა, აი ზუსტად ვიცი რომ კაკუების გაკეთებულია ეგა. მე კაცი არ ვიყო თუ მუხლზე არ გადავიმტრიო ეგენი. ეგ კრინჯები ეგენი.
ნახე რა დღეში ჩააგდეს აქავრობა. შენ რაღაცას იძახდი ბიჭო, გაგაწყვეტინე ვიღაცის დაარიო თუ ვისი დაარი გამაგებინე. ვინ გოგო? რა გოგო ბიჭო, სტომატოლოგზე არ მიყვებოდი? ხო, ეგ ვისი და არის და მოვიდა დარაჯი. მოდი ერთი შენ მოდი აქა, მოდი. რა მოხდა ერთი მომიყევი? მოდი შეავე ჩამძინებია. აი კაცურად მითხანი რა. რო გძინავს, რას დარანჯობ? არ მეძინა ისე თვალს ვატყუებდი. აი ხა კარგად მომისმინე რა. მე ვიცი ვინც გააკეთა ეს ყველაფერი. კაკოები იყვნენ უეჭველი. ხო და ჩვენ ისეთი რაღაცეები არა გვაქვს აქა, რომ წაეღოთ. ეგ იმას ნიშნავს, რომ უკან დაბრუნდებიან. უეჭველი ვიცი, რომ კაკოების გაკეთებული არის, გაიგე? ხო და როგორც კი რამე შეამჩნევ, ეგრევე დაადუღე. რაც კი რამე მოხვდება ხელში, ეგრევე აი არ დაინდო. გაიგე? რაღაცა ამ ყურში კარგად არ მესმის. როგორ? ჩაკალიო. ოკეი? კაკოები, ესე იგი ორნი იყვნენ. ამა ერთნი ხო არ იქნებიან, ბიჭო. კარგი. ოკეი, ბაბა. ყველას აი არ ვიცი რა, არ ვიცი. დავაი, მივხედოთ ეხა მივალაგოთ და რაღაცას მოვიფიქრებ. გოგო ევა? ტახიზე უფროსია თუ უმცროსი? უფროსი იქნება ჩემი აზრით. ესე იგი რა გამოდის? ჩემამდე ვიღაცასთან შვილი გააჩინა და მე გავყევი ვიღაცის დაწუნებულსა და დაბრაგულსა. მე თუ გადარჩი, ეგ ვერ გადარჩება იცოდე. აუ, კაი რა, არ ეჩხუბო. რა არ ვეჩხუბო, ქალო? რომელი დეიდა ნატო მემნახე რომ სხვისი შვილები გავზარდო, ჰა? რა, იქნება და იტყუება ეგ ბეჟანი. არ იტყუება. რა იცი? ვიცი სიზმარი ვნახე. რა სიზმარი? ქიშოს დედის ქორწილი დამესიზმრა. სუფრა უკვე აშლილი იყო და ქიშოს მამასთან ერთად საძინებელში შევიდა. და მე ხა რას ნიშნავს ეგ? აი რომობა რასაც ნიშნავს, აი ეგ სიზმარი აუხდება. კაი და შენ კიდე გტკივა თავი? ტკივა, მაგრამ ტკივა. გინდა აფთიაქში ჩავიდე? რაღაცა რა აზრი აქვს? ხუთია ბირიბიჟირი დავლიე და მაინც არ ტკივა. არ ინერვიულო რა. აზრი არ აქვს. რა არ ვინერვიულო? რო არ ვინერვიულო, იმაზე ვინერვიულებ, ამ ხელას ანერვიულო მაქვს და არ ამნერვიულობ მეთქი. წნება რამდენი მქონდა? 170. ეგ იმის მოსვლამდე და მე? მერეც 170. წნებაც გამიქვავა იმ საფლავ დაჟანგულმა იმანა. კაი რა ციცო. ეგეთი რა გააკეთა ახლა ქიშოძია? რა გააკეთა და ბეჟანი წლების წინ. ისე რამდენი უფროსი იქნება? რა ვიცი, ალბათ 1-5 წლით რა. ნაღდათა. რავი, მე ეგრე მგონია. ისე ცენაწყნიად გიგავინ არის. კარგი, ახლა შენ არ მომიშალო ნერვები, შენ გენაცვალე რა. აუ, რატო დაგირეკე ხა რაღაც ახალი დეტალები გამოიკვეთა შენ ძმებთან დაკავშირებით და მინდოდა რომ მეთქო. გისმენ. მოკლედ ვესაუბრე ზემოთ ხალხს, იქეთ ზემო ეშელონში და აუხსენი ყველაფერი, რომ უცხოები არ არიან, შინაურები არიან თქო. და შემპირდნენ რომ ყველაფერს მოვაგვარებ და კარგად იქნებაო. მერტლა? ხო, ეხა აბა სახუმაროდ ხო არ გამოვიდოდი ამ ხელაკაცია რა. ნუ ერთადერთი რაც გავარკვიე კიდე ის არის რომ აი მტახი მახოს დაჭერილი არ ყოფილა შენი ძმები. რა იცი? ავი კარგი ადამიანიაო, ყველამ კარგად დაახასიათა ეგ ტახი და. კარგი რა, მე არ მჯერა ეგეთების კარგი ადამიანობის. ო, რავი. სამაგეროდ შენ იცოდე რომ ყოველთვის ჩემი იმედი უნდა გქონდეს ნებისმიერ საკითხში, ნებისმიერ დროს, რაშიც არ უნდა დაგჭირდე. ძალიან დიდი მადლობა.
ანუ ეს მადლობებიც არ გინდა რა. შენ ქალად ხორჩესხმული ანგელოზი ხარ და ანგელოზებს კიდე სხვების თვალწინ თავ დახრა არ უხდება. პირიქით ბევრად ამაყი და თავისუფალი უნდა იყო. ეგ უფრო გალამაზებს. მე ზიზღება ასეთი ბანალური კომპლიმენტები. ხო. ჩემს გონებაში იქით დასგებიცები რა, მეც მაგის თქმა მინდოდა რა, მეც მეზიზღება რომ ტიპები რომ ასეთ კომპლიმენტებს ამბობენ რა, რა საჭიროა თამაში გოგოს თვალწინ, ხო, იყავი რეალურად ისეთი როგორიც ხარ, ფრი, ჩემი დედამიცა, ხო მიმიხვდი არა? აუ, მაგარი ხო ხმაროჟა ხარ ლომო რა. მე წავალ ხო? სანინი, კიდე რომ გამოიკვეთოს რაღაც ახალი დეტალები შენ ძმებთან დაკავშირებით. ხო გამოხვალ, ხო ნახავ? კი, რა თქმა უნდა. და ეხლა რო წახვალ და ვაი და უცებ დამირეკონ, ისე მოსასვლელი გახდები და ბარე მაგ ხარ და ცოტა ხნით რო გაჩერდე? კარგი. შეყვარებული ყავს? აღარ. რატო დაშორდი? არა. რაღაც მიქარა და ჩემო ძმებმა გააქრეს სადღაც. ისე შენ დარწმუნებული ხარ, რომ აი შენი ძმები გინდა რომ გარეთ იყვნენ? მეღადავები? გეღადავები, აპა, მაშრას მშვები. აუ, ძალიან პონჩიკა ხარ, გოგო, ძალიან პონჩიკა ხარ. აი, თავისუფალი და რეალური უნდა იყო ადამიანი, ჩემი. ხო, მიმივხვდი არა? გავიაროთ. ვა, გენიოსი ხარ, ძუძუ, გენიოსი. ბიჭო, რა მოგაფიქრა რომ საშაურებიდან კამერები ამოვიღოთ, ჰა? იმართლა ტახი იმახოსა. აუღიეს რუკა და ჩაუგდიეს ანაგვეში. აი! მართლა? აბა! ბოლოს და ბოლოსა მაგიარებ? აი, ვუნდერკინდი ხარ, ვუნდერკინდი. შენი ტვინი რო ქონოდა ალექსანდრე მაკედონელს არა? თემ სოფლიოს დაიბრუნდა. უნდა დამიჯერო ხოლმე. ეგ კი არა ბიჭო, ყარაგანდაში ბოინი რომ მქონდა. 6 წელი ძროხაში ისე მალავდი ტურისტებსა და გადამყავდა ყირგიზეთში არალეგალები. ვერან ვერ ახდებოდა რა. შენა ამ ბოლო დროსაც ძალიან მაშინებ ძუძუ უკვე. არა მოდი რა არის იცი? ამ ფულს თუ ვიპოვნით არა, ჩვენ არა ვიყოთ, ხალხს დაურიგოთ. ესე იგი დიდრებს წაბართო და ხარბებს დაურიგო არა? რა კაკო ვარ ყაჩაღია? მოხდა რა. აი თქვენ ყაჩაღები თქვენა. აი მე და ხო დაგიჭირეთ, თქვენ ჩათლახებო თქვენ. საშვებო დაგუპე კაცი. თუ ციხეში არ დაგალპოთ, თქვენ ბაცნებო თქვენა. მოკლა შობელზა. რამხია იმ კეთილ მოთხმულმა იმანა ყველა წინაპარს მივესალმე. გიჟი იყო ის უპატრონო ისა. უყურე სანამ რადიატორზე არ მივადი არ გაჩერდა რა. სანამ ტკივა რა, თავი მაგ დაბუჟებული, ესე მგონია რომ უნიტაზე მედომეთში. კაიო გაგივლისო, კაი, გაგივლის. თითო მომხედავს და მიკურნალებს. მიდიო, მიდი. თითო! რახში თქვენ უპატრონებო დღესა. და კონტროლკა ის კეთილძაღლი ესე. მოგალით რა. ძალიან დაბნეული ვარ. ვეღარ გავიგე რა ხდება რა. იქნება კომენტარებში მირჩიოთ როგორ მოვიქცე. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ.